საღამომშვიდობის როგორ ხართ? საღამოს კი არა ღამემშვიდობისაც 10 საათი დაიწყო. Hello. Hallo. Hallo ხალხო. რაფერა ხართ? რა ვახართ? რაფერ ხართ რა ვახართ? რა ვახართ? რა შვებით? ახლა მე ისე გლაღა დავჯექი რომ ფეხის დაბუჟება გარანტირებული მაქვს. ან განასკვა, ვაიმე რა გავქნა. ადექი. ვაიმე. ვაიმე დედა. გადმოვარდა ისა. ნუ გადმოვარდა. აი ეს მაგრაწები გიორგი და გადმოწყდება. რვაწები. არ გადმოტეხო შეკაცო ეგრაშური. დინდელია ძალა აღარ აქვს. აუ. თმები ხო ისეთი პოზაში მაქვს რომ ძალიან მოვისურვებოდი ხალხო. ამ ვიზუალით ძალიან ის აღარა ქვია. მომენა ცოტა ხანი. უასმენაბარ. მოვინიაო ცოტა ხანი მომეცი. არ გამიტეხო. არ გაგიტეხა მე მომეცი ცოტა ხანი მომეცი რა იყო კი არ შევჭამ. ჯერ ისეთ გამიტეხე და მე არ გამიტეხია ესა. აბა მე სულ არ გამიტეხია. აბა ის ვინ გატეხა მე? ეს. არა, შენ გატეხე გემიწუ. შენდენი ქონდა რა, ქვეყანა ქონდა აქამდე იყო. ვიშეკა. აქ სადაა ქან. დამი რიელა. იფსეთ წვილი აგრუწყვი თამს. წვილი არა მაგწელი კაცო. ძალიან ახლოს მქონდა. გაიც გაწიე ცოტა. წერანა იდენი ისინი ხარკული რა მოგდის ისი. ჩემი ბიძაშვილი შვილი არის მოსული რუსთავი და მისარობიძეს მეხუთე კლასში გადავიდა. ხო და გიორგის ეუბნება ქართული ცეკვა იციო და კითხო და ვაიმე. როგორ უყურებდა დათუნაზე გამეცინა. ვაიმე დედამე გაიცი. თან კრესლოზე იჯდა და ფეხებსაც აფართხალებდა. ჩემეურად. ია ვაიმე. გაგვირებული უყურებდა, ეს არის ქართული ცეკვა. რიგიტამ კიტი იგუნა უთხრა რიგიტამ ვაიმე. იმდენი ვიცინე. თუ გული არ წამივიღოს იცი. გიორგი რასეუნება. სიცხეჟინო დეხა გუდის გარეშეო გიორგი. თუ გლახდა შეიზაქმე. კრესროზი კი არის სვენებს ხარ ხვა? მოძრაობს. ჩემი ბიძაშვილი. შემოვარდება მამიდან. გავარდება. თან მამიდა. დაიძახი ხო. ხო. დამდის. მოცა დამდის გონი. ამე იმდენი გავიცი. ისე თქვენ რომ დიდები იქნებით გეუყვე ბებერები ესენი უფრო ახალგაზრდები თქვენი ტოლები იქნებიან. არ იქნები ბებერი მე კაცო. ხო დიდი იქნები ბებერი თლა არ იქნები მაგრამ. ბებერი არ ვიქნები. მაგრამ რადგან ბებერობაა კაცო არ მინდა ბებერობა ჯერ. ადრეა. მე ვარტყი ამდენ ჯერ უკვე. ასე ვიქნებ ფეხს და იმას ვარტყობ პიტაპი. Pianinas, tko. Pianina. Pianina. სხვათა შორის მეც არ უნდა ვიარო ქუდის გარეშე. მზეში. მოქმედებს. თანამედანი. ხო, სიცხე ძალიან მოქმედებს. როგორ მიშტედება? რა ამბავია? არა მინდა.
აი რამდენი გავიცინეთ რა მომგერი კიდამ დავდა და თუნ რა სასაცილოდ უყურებდა ასე დაჭედელი გიყო აი ის ქართული წევა და კი ითქოდა ეგ არის ქართული წევა არა არის იგი არ ფერი ცემა დაგლეჯო თუ რა იორა სიძახის და სიძახის იმებზე რაზე ცემა დაგლეჯო ხო თუ რაღაცა რა თქვა იმ გიშკალა მინდაო გიშკალა მარა ცეკვა დაგლეჯო არის არა ის არის რა ქვია ცემა დაგლეჯო აქვს მართლა მარა სასაცილო არ მოგცემ ჩემი ქალიშვილის საავტობუსში წაყვანეს ის უფლებას და იქაცთან გიდადის ისევ შეუსახლეთ მან და ახლოს კი იქნება იქაცთან მე იტრიოს კაცის და თმებიდან და ახლა ეგიდე ახლა მაგან დაიწყოს საინტერესო იქნება შენ როგორ ბედავ ჩემ ძმასთან მოსულასო და ითარიოს თმიდან ხო მართლა რა მინდოდა თქვა ერთ-ერთმა გამოწერმა მოგესალმები ის არის რა ქვია რაღაც თქვენი ვიდეოს რეკლამა იყო რაღაცა ვიდეოს რეკლამაში იყო რაღაცა საეცხისა მოგდო რა ქვია სითხე ხო დაუნი ქვიაო და აქვე ვიპოვეო და თქვენთან თუ არისო მომეწონა ძალიან რომ ისეთ რეკლამას უკეთებენო და თქვენთან თუ არისო დაუნიო და დაუნი არ ვიცი მაგრამ არც დაუნი ვიცი და არც ისა რა ქვია შმაუნი არ ვიცი ბინგოს ვიყენებთ ჩვენ ბინგო აქ არ ვიცი და დაუნი მახსოვოთ დაუნი აქ არ შემხედრია და სხვაგან თუ არის სადმე არ ვიცი აქ ჩვენთან არ არის კაი რეკლამას უკეთებენ ისეც რომ მოგინდებაო ისე მართლა ზოგი ზოგის რამე პროდუქტს ისეთ რეკლამას უკეთებენ რომ მარკეტინგის მსხვერპლი ხდები შეიძლება უნდა გავია და უკეთებენ იმას რა ქვია რეკლამას რეკლამანაიას უკეთებენ აქ არ არისო მე ვერ ვიპოვეო აქაო სად არის იქ მე მგონი რუსეთში ხო სადღაც არ ვიცი იმ გოგომ რატო არ მოგწედა სადან არის ვინა რაჭაში რომელიც სოფელში არის ამბროლაურის რაიონია სოფელი მე რა ვიცი ქვეუნა თქვა შეკა სოფელი რა ვიცი დავიმახსოვრე მომწერა იმაში რა ქვია ბოდის მოგწე ენკი-ბენკიზე მომწერა თქო რა ენკი-ბენკი შენ მართლა უნდა დიხარ ისა რა ენკი-ბენკიზე მომწერა თქო ენკი-ბენკი რა შუაშია ენკი-ბენკი შინში TikTok-ს ენკი-ბენკი დაარქვი კი მართლა ენკი-ბენკია ენკი-ბენკი დავარქვი საბავშვო ბაღია იქ TikTok-ი ტრიქტოროგი ნიკიტა გიდუნაშვილი აქეთ ისა რა ქვია ირინა აქეთ ქველაძე მე ქველაძემ რა არის თავის რო გადაიხოთ რანაი პოზაზია სულთა ლოთია რა იქით ისა რა ქვია კიდე ის ლალი სამი ლალი რო არის შვილი რო ყავს გულები გულები რაღაცა შემხედრიანი გიოდამარი როა და და ცენტრილები ცენტრალსკი რა შვები რა მოიქიქეთა მაგრამ ამ ბოლო დროს დაკარგული ბიჭის ვიდეოები მხვდება ხოლმე მეც რა მაგალია მომივიდა უკვე მაგის ვიდეოები მხვდება ხოლმე სტრესავს ძალიან არა და თან მაინტერესებს რა ხდება თან სტრესავს თან სტრესავს
ტრესავს. და ტრესვა გაგიგიათ თქვენ ხალხური ჩაიწერეთ ტრესავს. 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 თანამ 13 ადამიანზე ნერვები მეშლება. ვარაფერს ამბობს. რომ იეთე მოვიდება ზოგი სხვას. ეხლა კიდე ერთი ადვოკატი კი აიყვანეს, კაი ადვოკატიაო და ნახოთ რა სიზანს. მე ვიცი კაია. რა ვიცი აქედენ მაგ ხალხმა უჩია. ვისა, კიდე ერთი ახალი დეტალია და იმ დღეს საერთოდ მეწყერი არ ყოფილაო. არა და იმ დღეს მთელი ტელევიზიები აჭრილებული იყო მეწყერი ჩამოწვაო. ის კაცი იძახის თვითონ რომ ინტერვიუში რომ მეწყერი არ ყოფილაო. იმ დღეს ვარ საერთოდ მელეთაში არ ჩამოწვეული მეწყერიო. კაცმა არ იცი რა ხდება. არ ვიცი უფრო მეტი სხვათა შორის უფრო მეტი ჭკუა კი არა და რა ის ჭკუა კაცო რა ჯანდაბა მეცა დღეს გნახათ არის ჩემი საქმე მართლა ფუდი უნდა დავიფარო ხოლმე რა საერთოდ მზე რო გადავყაში უნდა წავიდე ვისა უფრო მეტი კითხვა გააჩინა ამ იმან ხალხო მირჩიეთ აბა რომელი პარაშუტი ეს სითხე გამოვიყენო პარაშუტის აი იმისი სარეცხის პარაშუტი რა გააკ არა რომელი გამოვიყენო მეთქი უფრო კარგი რომელია მე გეტყვი სარეცხის საბონი ბოთე გაადნე და ჩაასხი მანქანაში და ასიზავს გარეცხავს მაგრამ სარეცხის საბონი ადრეან მიხმარია და ხლავია მომიყენი გეგავს სულელებს რაზე არა და ყველაზე კარგია არ არის ქიმიო უქიმიოა ხა ბოტა რა მეცა რა არის ყური მეფხარება ეხლა მას მოიწყავებ დღეს დაცხავ ხალხო რა ჩვევა მაგ აი რომ მეკავება ხო თუ არ მივიყვანე იმამდე რა ქვია დასისხლიანებამდე ხო ისევე მოვაშვები სისხლი სანამ არ წამოუარმო სანამ სისხლი არ წამომივა მანამდე არ მოვაშვები და მე ის რომ აქ სისხლის ისა სანამ კიდე იმას არ ავიდღლეზავ და არ იმას ვიზავ რა ქვია არ წამოვა ისევე სისხლი ვერ მოისვენებ რა მარტო მე მაქვს ვამპირის ისა რა ქვია ჩვევები თუ კალოშები თქვა ჩუსტები დამიპატარავდა დამიპატარავდა მარაქნა იმდენი ხანი იდო იმაზე რა ქვია ზეზე რომ დავიპატარავდა არა დედა არის გავრეცხე და შემოვიტანე შიგნით ხო მანქანამ დავაპატარავ მე არა მანქანაში არ გამოვიცხი კრანზე აბა რა უხრობენ დავაპატარავ კრანმა კრანის წყალმა კრანზე გავრეცხე მე ეს მანქანაში არ ის მეორე გავრეცხე დღეს მანქანაში შევყარე მასე არის პესასხმელები თო პესასხმელები პესასხმელები შემეშალე პესასხმელები ბეპი და სანდრომ როიცოდა ბეპი სანდრომ როიცოდა ბეპი ბეპი მე არა და ზოგი ბავშვი ბაჩი ასე ეძახის პესასხმელს ზოგადად ბავშვები ეძახიან ბაჩიებს პესასხმელს ბაჩი ხო და მაგარად მოიგონა ბეპი ფეხზე რო იწონდა იმით ბეპი ფეხზე რო იწონდა ბეპიო ფეხს ვერ ფეხს ხო ამბობდა ბეპი ფეხია და ბეპიო თუ ფეხიო ბეპი მაწვიაო რა ფეხზე მაწვიაო ბეპი მე ბიბიაგო მიდიშ ხალხო დღეს გუშინ მოგვივიდა მესიჯი რომ დენი უნდა გავთიშო და მაგრამ არ გაითიშა დილა ადრე სარიცხი მანქანა ჩავთო დილაზე ახლა უახლე გაითიშება შენ დაინახავ თუ არა ენა მაგ გიყილოს დააკაგუნე ხეზე
დავაკაპუნე. შეიძლება გიორგი ყველას მოდის მესიჯი, მაგრამ აი როგორც ჩვენთან გათიშოთ და სხვაგანი იყო, ხო? რო აკეთებდნენ იმას. რა სჭირდება მაგ თავში? მე რა ვიცი. ილები თუ რა ამბავი? ილები ხარ და გესივნე. ახლა ეს ადგილი მეფხანება ხარო, ნუ აი ეს დიდაბი. რატო? რატო დე? არა გაგნაკაბენ და რატო გიფხანი? მოიფხანია. ესე კი, მომეცი. სადა ქესა? არა, ეგ არ მოიფხანო მაგითი. ამითი მინდა. ნენა. აი კოლა. შვები. ნაკაბენი გაქვს? არა. აბა რატო გიშვება შუნო? არ ვიცი. რა კარგია. დაეწო. არა მაინც ვერ მომეშვა. არა, რაღაცა ხაويიანი მინდა. მოდი. ეგ არა. მოდი აი ასე. ეგ არა უფრო ხაويიანი მინდა რომ იმას აქ მოიკოტოს. წადი მოიტანე რამე. მოდი. წადი. მოახალხო ხლავი. ფანარი წაიგე. ბლუსტე. ფანარი წაიგე შვილი. ბლუსტების გარეშე მოვიდი. ბლუსტების გარეშე. რომბოე ფაღარაკი ხო არ მოუწა. მე შეიძლება. ხომახცავა. დავდე მე და დამცხა. ბეფი. ამაში დააწყიეს ქავილს, რატო უშვება? სანამ სისხლი რა მოიდეთ, მანამდე მოისვენებს რა, ვინ არის ეს ბავშვი? ბიჟბანავე ხარ ხო წეღა? გიორგიმ თავი არ დაიბანა, ტანზე გადაივდო. წყალი აღარ იყო იმდენი და ხვალე მოვა წყალი და იჭუმპამპავებს. ერთი ბაკი წყალი უნდა, აუზი, ტონიანი. ვინ არის რა? რო გაიქაფება, კრანს კი არ მოკეტავს. გეგონება პრიამოიზე იყო შეერთებული და არ წყდებოდეს. საცուցავი მატორი მუშაობს მე. კალონკა კიდე. კალონკა თუ რა ქვია იმ. გუშს მოუშვებ და მე წაიქაფება, გამოიქაფება სანამ გაიქაფება, მანამდე მოდის წყალი და იავზე არის შეერთებული ისე ხო არა? Кайя. Фигрини. Шоколаде. Да.
მოტორის ხმა, დევის მოტორის ხმა. ჯუ. მანქანები. ხელისყური მეფხანება. მარცხენა. ლამისა მოვიგრინჯო. დაცხა. ელგრია ჩემოძვირფასება. რა ვიცი მე დღეს ცოტა ღრუბელი იყო დილით. მერე ცოტა ოდნავ დილით წამოწინწკლა. მერე დაცხა. გუშინ კაი ნიავი იყო. გუშინ მართლა კაი იყო გარეთ. ნიავი იყო და კარგად გავგრილდით. დღეს დაცხა. წუხელისაც ცხელოდა, ჩადგა ნიავი ცოტა და ცხელოდა და რა ვიცი, ხო რა ნეია მიდი იქნება რა ვიცი. აღარ მინდა ეს ცხეები რა უკვე აღარ ამოხდა. სიცხე. პლახა სიცხე. მე აი იცი რას იმშვება სიცხე. მადამბლავებს რასაც ვთქვი, აი ყველაფერს ენერგიას მაცლის. სიცივეში ბევრი რაღაც აი შემიძლია გარეთ ვიტრიალო ბევრს აი სიცივეში. მაგრამ აი გარეთ სიცხეს დაფხულში ხო ვაიმე. რა მიმართე მეილეთ მელეთი. ჯდომაც აღარ შემიძლია, დგომაც აღარ შემიძლია. კეთება არ შემიძლია. ზამთარში ენერგია მოყვა. კონდიციონერა. დღეებში იქნება მომალი წავიყვანო. იქნება, რა ვიცი. ისეთი საშინელი მომალია ხალხო. ქათმევთან კი ვერ ჩავდივართ კვერცხზე. დილით რომ გამოუშვებ ქათმევს, ყველაზე ბოლო გამოდის რომ მოგვახტეს. და ზურგით თუ შემოუტრიალდი იყო. რაღა ძაღლი და რაღა მომალი. უკან დავდივარ, წინ სახითა ვარ. უკნიდან არ მომახტეს. კაებში უკუღმა გამოვდივარ, წაღმაგია. ანზე გადაივლო ეხა გიორგი მწერამ შუა დღესკენ და ახლა ის ჭრილობა უნდა ჩამოიბანოს. კიდე თავისი საპნით. სარეცხი საპნით კი არა იმითი რა ქვია.
ბავშვი საპრით. მე კარგად გამოვშალებ და ბამბაზე ამ ბინტზე დავასხამ ბეტადინს. და იმითი მოუწმინდა რომ არაფერი ის არის საფხული რო არის, იმიტომ მეშინია უბრალოდ რომ ის არ ჩადგეს და არ დაჩიქდეს რაღაცა. წამალი ხარ და გჭირდება დე. არა მგონია. არა. რავი მაინც დაწოლისას ზემოთ ამოვიდა. არა დალევით არა. ამოვიდა ზევით. დავიდებ იქ. და რო რამე იყოს დაჭი. ჩენა 25-ზე ვარ შეკარი. თხილად დედა, თხილად. ჯერ გაუფრთხილდი გიორგი, თხილად, 2 თვე არის გასულ, მეტი არ არის. ნუ ხარ ისა გლახად. ხო თეთრეულის გამოვფრთხილ. თუ დენი არ გაითიშა. რა გადაიკიდე ამ დენს? რა გადიშავს? ის დღე არის. კენი. ეჭიმება, ეტყობა ხალხნო. ხორცი რო ამოდის, ხო რო ივსება, უკვე მაღალზია უკვე ამოსული. ხო და სანამ კანს მიუახლოვდება ეს შიგნი ხო ფენა არის კანები. და ეგ ემაშვება რა ქვია. ეჭიმება. ой ეჭიმება. რა გლახა. გულში შემოდის პირდაპირ. სხვათა შორის ფენა ხო იყო, ჩემი შიგნი ხორციც გაკედილი იყო და იმდენად მე არ მიშვებოდა იქ. შიგნი იმდენად არ გეჭიმებოდა. არა, მეჭიმებოდა, როგორ არ მეჭიმებოდა გიორგი, მაგრამ ის არის რა ქვია. შენ კუდუსუნთან დაგა. აჰა. შენ კუდუსუნთან დაგა, გიორგი და იმიტომ. საჯდომთან და აი იმიტომ შუნა იქ. ახლა მაშინ რო გტკიოდა გიორგი ის რო გქონდა რა ქვია. რა კენი. ფაში მოიწია. ის არის, რა უნდა გითხრა. მაშინ რო გტკიოდა ძაფები რო გქონდა ისე გტკივა? გიო. უბრალოდ გეჭიმება. ტკივილით გტკივა თუ გეჭიმება გიო. ტიპი არ მეტყვის ახლა ჩახცხური. რა თქვა რა ვაიმე. დაიღალე. არ მიყვარს ეგეთი რაღაცეები ხო? 9 ჯერ რომ მეკითხებიან. აი თუდად როა რაღაცა რო იმას აშვება რა ქვია. აი ვირუსი რო მაგა რაღაცა. 9 ჯერ ტკივა. ვაიმე როგორ მეჯავრება? არ მიყვარს. 9-5 ჯერ რომ მეკითხებიან. შინაქანა რო გტკიოდა გაგია რა? ღამე. პამიდორი მოგაწყინა ალბათ. მე საღამოს პამიდორი არ ვჭამე. არა. პამიდორი არ მიჭამე საღამოს. მაკარონი ვჭამე. მაკარონი კი არა და მაკარონი. მაკარონი. ხო. ხომ შევჭამდი. იყვარს. ღომი მიყვარს იმითი რა ქვია. კაი შებოლილი სულგური თაუ. აურა კარგია. ანისა ელარჯი. ელარჯი არ მიყვარს. მიყვარს. არ მიყვარს. ვინტი მთვეწერება იქ. მიყვარს ელარჯი. გებჟალია. გებჟალია რომელიღა არის? ეს გასია რაღაც რა ვიცი. ყემაში რო იმაში რო გეთ. დაში. რავი გებჟალია თუ ელარჯი თუ გებჟალია. ელარჯია რო იწელება. გებჟალია რომელიღა არის რა ვიცი. აღარ მაქვს. ზავსი ალბათ მე მგონი ბებჟალია თქო გებჟალია. ღომი შებოლილი სულგუნი პი.
და ერთი ჭიქა შავი ღვინო, ნახევრად ის არა ქვია. ნახევრად ცხარე არა. ნახევრად ვარა თქო. ნახევრად კბილი. თუ როგორ არის? ნახევრად კბილი არა. ო, ნახევრად კბილი. წითელი ღვინო. ნახევრად ჭიქა. всё. ციცხინა. ო, ციცხინა ღვინო. ოღონდ ვარდისფერი. ფერადი რო არის. თუ რო ქონა შეხ. ო, თეთრი არ მიყვარს. ხალხო, იმასე გამახსენე ღვინოზე. დღეს ჩემი იუბილარია ხალხო. იუბილარია ბებია ჩემი დღეს. დღეს გახდა ბებია ჩემი 72 წლის. 71-ის არის? იყო. 11-ის იყო, ახლა 12 გახდა. მე გახდება 13-ის, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27. მე ვხდები 27 საფხო და რა 27 დავიბერე თავი 28-ის. იურგი 4 სექტემბერს არის. 4 სექტემბერს ვარ მე. იუბილარია დღეს დედა ჩემ. დღეს გამთავრდა თვე. ხო პირველია 28 ნოემბერს არის დედა ჩემი. იმამდენი გამომუშავება დედა. მე არ ვიცი. არ გინახი. ეს რამეც ამ ადგილში, აი ამ ადგილში მტკივა, რაღაცა ისა ვარ, კეტერი გაქვს. აკა. ხო, რატო დედა? არ ვიცი. კეტერი ვითა აქ. კეტერია თუ რა ქვია. კეტერშმეტერ. აი მე ხო რა მინდოდა თქმა დღეს კი რაღაც ვიღაცის ბავშვი რო ველოსიპედით შემეჯახა იცი შენ? ეზე. მაღაზიაში მივდივარ, არა მოვდივარ უბრალოდ. თუ მივდივარ, არა მივდივარ. ვიღაცა ბავშვი მოკრის ველოსიპედით. ოდა ცოტა გამცდა. თორე პირდაპირ ოპერაციაში მეჯახებოდა. თვალები შეგახონდა. ტრაქში. ბოდიში ხალხო ამის იდუ. ცენზურისთვის დიდი ბოდიში, მაგრამ მქონდა თვალები იქ. უი. ეგ არ უნდა გეთქვა. რა უთხარი მე? რა უთხარი? რა უთხარი ცოტა ნელაი არის, შვილო დამეჯახე და გადამაყირავე თქო. ბოდიში. მე კი ხამე უთხარი რაღაცა კი რაღაცა მომცდა. მაგრამ თავი შევიკავე ბავშვი იყო უბრალოდ. შვილო. ამ ხალხს თვალები მიხატული აქვს თუ რა უბედურებაა. თუ მართლა იქ აქვს წადებული. მე ზურგში მეტაკა ბავშვი რა ველოსიპედი. ხო. არა უშავ და მე მაგრამ ოპერაციებზე მეჯახებოდა. ამაკივლებდა იმ ქუჩაში. ფეხს ვეღარ გადავადგავდი მე. ცოტა ამცდა ოდენავ. აუ ის იყო მაგარი მე რო ქალს გავარტყი ისა რა ქვია. ერთხელ ხალხო მიდიორ მაღაზიაში, ადრე სანამ ტრასას დააგედნენ, იყო ისინი, ქვები და მიდიორ მაღაზიაში. მე მგონი ადრე ძველი გამოწერებს თუ მოყოლი მაგ გენახსოვრებად. მაგრამ მოყვები კიდე. მივდივარ მაღაზიაში, ვათამაშებ ამ ქვას. მაღაზიაში მივდიოდი თუ იმაში. სკოლაში. არა, მაღაზიაში მგონი თუ არ ვხდები. რა სკოლაში სკოლა დამთავრებული მქონდა რა? არა მქონდა დამთავრებული. 2 წელი არა თუ 3 წელი. კი დედა. ხო, ახლა ამ ბოლოს. ხო. მივდივარ მაღაზიაში. ისა კოვიდის დროს, კოვიდი იყო ზუსტად. მივდივარ მაღაზიაში ხალხო, ვათამაშებ ამ ქვას.
Ostera utvăța gari. არა, ქვას ვათამაშებდი, ქვაზე ვიცოდი ხოლმე ესე ბურთაობა. ხო და უცბად მეთქი ამოვარტყავ წიხლს. ამოვარტყავ თქო, მე მეგონა იქით გადავარდებოდა და იმას არ მოხდებოდა. ამოვარტყი ეს ფეხი და პირდაპირ არ დაიწყო იმ ქალის მხარეს ფრენა. პირდაპირ. ხო და მოხდა ბარკა. ეს ქვა მოხდა ბარკალში. იმ ქალმა დაიკივლა, იყვირა ხალხო, იკივლა იმ ხელახმაზე იკივლა ხალხო. თან ახტა ეს ამ ხელახმაზე. იმ ხელახმაზე იკივლა ხალხო. თან იყურება ვითომ მე არც ვიმჩნევ, ვიკავე სიცილს ვიკავებ, არ ვიმჩნევ, ვითომ არაფერი, ვითომ არ ვიცი რა მოხდა. არ ვიცი კაცო რა მოხდა, მე რა ვიცი ვინ ისროლა. ხო და როგორღაც ეს ქალი დაარება თავი, რო დაინახა ვერაფერი, წავიდა. რო ამიტყდა ხალხო სიცილს განჭერდი. ჯერ ეს რა შუდია რო იკავებ სიცილს და იკავებ. რო არ გიდა სიცილი შეკავება და მე თან სიცილი უნდა შეიკავო რო არ იეჭოს ქალმა, არ იეჭოს. თან ვერ იკავებ. და უცბად წამოსკდა სიცილი. ითხელა ვიხარხარე, იმდენი ვიხარხარ, ვიცი. ვიღაცას რო დავიახე გიჟივე გონებოდი. მე მეგონა ტრაექტორია შეიცვლი და წინ გაიწავა ეს გვადგოდა რა წინ. წინ მიდიოდა თურმე წინ ჩამიხდა იქ ხალხი. მოხდა. ახლოში კეთუია. ახლოში. ახლოში იყო. ვიტარ მოხდა ბაღში. ბაღში მოხდა ხალხო. აი მე რომ მივდივართ მე და გიორგი სამსახურში. სამსახურში მივდივართ ხო? უი. ველოსიპედი რომ მეტყვი. ხო, მაშინ. მე ვდივარ და მოდის ე ბავშვები თურმე და ერთ მასე ჩამიქროლა და მეორე პირდაპირ დამეჯახა. უკან იყურებოდა მეორე. მეორე ზურგში არ მეტაკა. ვაი მე მეთქი მხელა ვიკივლე. შეეშინდა იმ ბავშვს ცხოვრების მიმოსტნე. მეორე უკან იყურებოდა. ასე ფენ წამოვედი წინ მე თქვი დავაყდებით ხო. ინერციით დამეტაკა. რა შვები შვილო მეთქი კაცო სად იყურები? იქნება მანქანაზე ჯერ უკან იყურებოდა. გეჯახება მეთქი და ადამიანის რა შვები მეთქი გაიარე წესიერა. ბოდიშიო და ბოდიში მიშველის ბოდიში გუშველი და მეთქი კაცო იქნება მანქანა შეეჯახე და ჩემი თავი კიდე არა ურჩევსა მეთქი რომ მანქანა რო ყოფილიყო და მე რაღაცა სიზავდი მეთქი. იქნება უცბად აწყვეტილი მოდის დიდი მანქანები, უშველებელი აზვირთული მანქანები დადიან ისე რომ მარტო მანქანები კი არა პატარა ნაკლებია. ეგენიც ხო, მაგრამ დიდი უშველებელი აზვირთული მანქანა რო შეგეშთა ჯახება ის უფრო ის არ არის რა ქვია. მადლობა ბოდიშიო ბებო თუ დაიდაო რა ვიცი მე და არა ხო და ის არის რა ქვია. არა უშავს და მეთქი რა. მაშინ მე როგინამ დავეჯახა ხო. იკაც შემოხდა დღეს. მაღაზიასთან გააჩერა მანქანა. დიდი მანქანით დადის ხოლმე, ივითი. ცემენტი მიქსერიოა. ხო და გააჩერებს ხოლმე, ხანდახან ხდება ხოლმე, გააჩერებს მაღაზიასთან. ეთყობა შემომხედავს ხოლმე, ალბათ მიცნობს. იმ ბნელაში რა ვიცი იმ თვალში რა დამინახა. გააჩერებს მაღაზიიდან ჩამოხდება იმიდან, მაღაზიასთან გააჩერებს ჩამოხდება იმიდან, რა ქვია? კაბინიდან. რაღაცა თული მანქანა რო არის, გვერდზე რო გაგივლის აქ ისიკამდე გადავდივარ მე. გადავდივარ ხოლმე იქით. ვერიდები, მაგრამ მანქანები ძალიან. და მანქანაში რომ ზივარ კიდე სადმე რომ მიდივარ ტაქსით და გვერდზე რო დამოდგება ხოლმე. რა ცუდი შეგრძნება, შენ რომ უყურებ იმ ხელა აზვირთულს. იმ ხელა აზვირთული გედი ყელმოღერული მანქანა რო არის.
ხელები გამეღლება ამ ნიავში რა. როდის მოვაზამ დარი. ის გვინდა. თემუზე რო ისირინდება, რა ქვია ვენტილატორები. კაცი კიდემა. პატარა. პატარა ვენტილატორი. კაია ქალაქში რო თხვა. მაშინ რო ზიხარ მანქანაში. არა მოიხუთე. ჩართავ დატენილი გექნება. ცოტა ხანი ხარ რამდენი ხანი უნდა იყო ქალაქში რომ მან არ გაგიწევს. გაგიძლებს ცოტა მაინც. სანამ ქალაქს მოვივლი გაგიძლებს. სახეზე მიიტარე მოიტარეთ და ხაერი გექნება, მაგრამ გული მაინც არ წაგივა. თუ მან არ გიშველა და ემასაკენ მაინც იგრძელი გულყრა წყალს მიიშველი ან შეისხა სახეში არ ვიღაცა მოგასხა მაგრამ ხანდახან ისე ცხელახოვები მაგი მის ხვის თავის თუ გეკნებ ეგ არის საქმე ნუ საბრახული პარიკა დღეს გიულინკები გადაყლაპა. დღეს ხალხო კერი ჩავიდა ვღეჭა და უსვათ გადაყლაპე. უცბა წავიდა სასულეში და ძალიან რო გიყვარს. კევი არ უყვარს გიოს. არა და სკოლის პერიოდში და უფრო ბავშვობაში ყოველ დღე კევი მედო პირში. ჯლუყით დავდიოდი იმითი რა ქვია. ჯლაყუნებდი ხოლმე კევს. მაგრამ არა უფრო ზუსტად მაგას ჯლაყუნი არ აქვია. ჯლაყუნი რო დადიხარ ის არის. და მაგას ქვია ღლაჭუნი. ჯლაყუნი არა ის კიდე. ჯლაყუნებდი კევს, ეგ რა დაიდია. ღლაჭუნი ქვია მაგას. იქ კანეჩი თუ იცოხანებია ხოლმე. აი ახლა მე ვიცოხნებ გამეჩი. და იმას მეჯავრება აი გზაში რომ ვინმე გვერდზე გამივლის ან ტრანსპორტში რო ზის ვიღაცა და ჯერ ხო თელ ყბებს იქნებს და ყბების ხმა ისმის იმის რა ქვია კევის და ყბების ოძრავის ხმა ისმის მე შენი არა თელი ყბებს იქნებს და ხმა ხო ისმის კევის ღლაჭუნის და ყბების ხმა და კიდე ღვინტივით რო გაბერავენ ხოლმე კევს ვაიმე და გაატკაცუნებენ სურვილი მაქვს რომ ავდგე და ხელუყუღმა გაგცხო პირდაპირ ხახო ციუყავს რომ მოსკნი ხოლმე თუ იმე მოვა არ უყავს ამას ტრუპონი ბოლოში დაჩერა ესე რომ ამოსრუპოს და ესე არა ეს ცხენის იყო რაღაცა ესე რომ შვებიან და იმე ხმას რო გამოსცემს ვაიმე ტვინში მე თხამს ხო და სპეციალურად ვაკეთებ ხოლმე ხარხლო შევისრულდა დედა მეტყვის სპეციალურად ვაკეთებ ჟინაზე აკეთებს მაინც მე კიდე მეორეთა დაუნაცვლებ იცის რომ მეჯავრება იცის რომ ვერ ვიტან ეგეთ რაღაცას მე კიდე იმას ვერ ვიტან ჩაის რო ახვლიპინებენ ან კიდე სუპს რო ხვლიპინებენ ამოიღებენ რა ჯანდაბარი რა არ წესიერად ხეთკავდა თუ არა და დაალებენ თავი ეს რა უბედურება არის ხანდახან კევს რო დავღეჭავ ხოლმე ხო აკიან უყოს ჩქარი ხეჭვა ნელა მოხდება ხანდახან რო ბრაზ ისო მივარ ხოლმე და ნუ აკეთე ასე მოხდებოდა უშვებ ხოლმე ჟინაზე აი ტვინში იმას აშვება რა ქვია აი ტვინში რაღაცნაირად მოდის ხოლმე და ტვინში მიტყავს პირდაპირ უთხრამს პირდაპირ ნუ აკეთებ მე ცალიყებით აშვები ასე უბრალოდ შვები ასე თვაა ზოგადად ის ისე შვება ის რო ეწყლაპუნებენ კიდე ჭამის დროს ვაიმე როგორ მესისხება ვაიმე ჩაის რომ მოხურპავდა სულს ასმეა ეს შვებიან ყავაზე იცის ხოლმე ზოგმა ვაიმე ტვინში სისხლი ჩამექცა ზუსტად ეგ არის რაღაცა
ის მემართება ხალხს ნუ იცი როგორ თითქოს რაღაცა ნერვს ურთმამს და ეს ნერვი იმას აფეთქებს თელთვის ის სუპონი არ უყარს სპეციალურად ვაკეთებ ხოლმე იმ ყავაზე ის სუპი და იგივე რაღაცები სუპონი არ ვიცი ყავს სპეციალურად ვაკეთებ ბოლოში რომ დარჩება ამოისლუპონებ და დედა და მიძახებ კიდე გავავ ცოტა ხანი და კიდე ამოისლუპონებ დედა და მიძახებ სპეციალურად იმავშვები რა ქვია ვაბრანსებ და კიდე ის რო აი პატარა ისინი ნატურალური წვენები რო იყიდებ ხო იცი ბოლოში რო რჩება ხოლმე ცოტა ესე რომ მე ვიცი ხოლმე ხანდახან რომ თქვა თუ არ მაჩუქეს არ ვიყიდე ესე ამოსხლუპა ხოლმე ნერვებს მიშლის ისიც რაზე ამოსლუპა მე არ ვიცი რაზე სლუპა ბევრი აქვს შიგნის რჩება და აბა ხო არ გადავაგდები იმას პული არ მიცეული რა ხდება რაღაცა თეთრად მომიჩვენა და მithქვისად გაურიე თავი ფული არის მათ მიცეული არა უბრალოდ შენ რაზე შვები მეც იმაში ფული არის ყავს რო ვაკეთებ რაში ხაფში ყავაში ვარი ფული მიცემული ქაფში კი არა მე და ქაფი ყავით ეკეთდება აბა ესე კი არა და რა ვერ გაიყავს ვაკეთებ ხალხო იცი ძიებს იმ სისქე ყავა ამოდის ხალხო რო რა ვიცი პუმპულა ერთხელ უნდა გავაკეთოთ მე პუმპულიუსი ყავა ამოდის ხალხო ერთხელ რა მოვიყვე უყვეთ ემაში შენ არ მოგიყევი მე ვერ მახ ერთხელ კაფეში ვარ და ქალაქში კაფეში ვარ მე და ჩემი ერთი მეგობარი და ნავსულიყავით ერთ-ერთ მეგობართან კიდევ მე ცოტა ხან კაფეში შევედით გავიარეთ და ჩვენს გვერდზე მაგიდაზე ვიღაც კაცი შემოვიდა სიგარეტი ხო წვეში შემოგვაფუილა მე ეს ყავა მოუტანეს დალია მიირთვა ყავა კარგად ისიც ბუყნა ნამცხვარი ხო და ბოლოს ნამცხვარი ბუყნა კი არა და ბუყნა რა ლაპარაკია და მიირთვა მორჩა და მე კამეჩივით არა მოვბუყინა ხალხო იმხელა ხმაზია მოვბუყინა იმხელა ხმაზე რომ უგლია იმხელა ხმაზია მოვბუყინა რომ თელმა იმან რა ქვია ბარმენმა თუ რა ქვია მაგ იმას იქ რო არიან მიმტანმა იმან კონსულტანტმა იმან კიდე ხალხმა ყველა მაგას შევხედეთ და ერთი ხმა მაღლა კი ჩავიბურტყუნე ფუშენი გამზრდელისა თქვა და გაიგო კიდეც ალბათ შემოგხედა რაღაცნაირად ფუშენი გამზრდელის თქვა და აბა რა არის აჯანდაბარი ჭამ მე შეიკავე მაინც თავი მიირთვი და მიირთვი სხვას იმას ხნა რა ლაფიდა გვასხაზეთ უცხოელი არ იყო ქართველი იყო თან არა მნიშვნელობა აქვს მაგას უცხოელი იქნება თუ ქართველი უცხოელსაც მოერთხოვება ეთიკა და ქართველსაც რა თქმა უნდა კულტურა კიდე რა კულტურა ეხლა იქ რომ იმას აშვები რა ქვია ჭამ ხეთქავ და მიბოყინებ აქ ერთხელ კიდე მაღაზიაში შევედი ქალაქში იმაზე რა ქვია შევედი მაღაზიაში ის უნდა ამეღო ნაბეღლავი უნდა ამეღო და უნდა იმას ვექნა რა ქვია ხო და იმასთან სალაროსთან რომ მივედი უკან დამიდგა ვიღაცა იტყო თვრალი იყო თუ რა იყო ნივრისუნი ნათხარდა ხალხო ცალკე ნივრისუნი ცალკე ალკოჰოლის სუნი ამოდიოდა აი პახმელიას რომ სუნი აქვს ხოლმე ვაი მე ტვინში ურტყავს პირდაპირ აი ახლა დამბურზგლა მეთქი ახლა ამქას მიუბრუნდი და კარგად მილანწყე ქალი იყო ვიღაცა მოხუცი ქალი იყო მე რა ვიცი მიუბრუნდი და კარგად მილანწყე
მან შევიკავე თავი კიდე. რო სკანდალი არ მინდოდა მომეწყო. თამაში რეალაგიო. აი მე ეგ რა არის ავტობუსში ბევრი მქონია ეგეთი შემთხვევა. იმიტომ არ გიყავს შენ ავტობუსში. ავტობუსებსაც ვერ ვიტან. სამარშრუტო ტაქსებსაც ვერ ვიტან. მე დავდივარ ტაქსით ხალხო. კიდე უნდა იკრძალოს იმაში რა ქვია საზოგადოებრივ ტრანსპორტში ოდეკოლონის და იმის დასხმა რა ქვია საშინლად ტკბილი დუღის შემაწუხებელის რა ჯანდაბა არის მაგაზე უნდა წამოვიდეს ჯარიმები ჯერ იმ ოდეკოლონს ხო არ აქვს სუნი აქვს ტრაინოია დეკალონები რო იყოს ზუსტად ეგ არის ყარს უყარს ხალხო საშინელი სუნი როა ხო იცით რაღაცა სპირტი სუნი რო დაკრა და საშინელი რატომ უნდა იცოდეს კაი სუნი კაი რა კაი სუნი ტრაინოია დეკალონის სპირტი სუნი რო აქვს ტრაინოია დეკალონი აღარ არის ახლა ტრაინოია რა ის კიდე საშინელი რაღაცა ისინი რო არა ქვია ტკბილი დუხიც კიდე რაუბედურება ხალხს გვაწუხებს ხალხს გვაწუხებს არ მოყავს მე ტკბილი სუნამოები და ისეთი მძაფრი სუნამოც არ უნდა დაისხარო სხვაც შეაწუხოს ან იმდენი არ უნდა მიისხარო იმას აშკენას რა ქვია შენი სუნისგან ვიღაცა გადაბრუნდეს გიორგი სუნამოს სუნი მისჩენია ვიდრე ოფლის სუნი ვაიმე ეგ ხო ცალკე თემაა კიდე ისე სხვათა შორის ზოგმა ზაფხულში რომ ხანდახან იღლიების ქვეშ წყალი შეისხას და ქუჩაში ისე გავიდეს უკეთეს ძალიან პერფექტო იქნება ძალიან მე ბოლო დონეზე დაკრას ყულები არიან ის არის რა ქვია კაციც ქალიც ბოლო დონეზე ისინი აცვიათ ვიპრონწკებიან და იღლიებში სუნი ასდით ოფლის სუნი და კიდე სხვაზე იძახიან უცხოელზე იძახიან რომ სუნი აქვს აი სურვილი მინდება რომ მაშინ გქონდეს სურდო ის სურდო რომ მოგენატრება ადამიანს ზუსტად ეგ არის გაბრუნებს ცხვირი გეწვის მე ხალხო დღეს რო დავიბანო ხალხო და ხვალე კიდე სადმე წასასვლელი ვიყო ხვალაც დავიბან ცოტა დავაგვიანებ დავიბან და ისე წავალ რაუბედურება რა არის მართლა ისევ სპირტი მიისხი სპირტის სუნი მაინც ჯობია ან დუხი მიისხი ცოტა იმებში რა ქვია იღლიებში და წავებო ასოულებს მე რა ვიცი ბეჯებს გიჟები რო არიან ვინი გიჟი ისინი რო გამოდიან რა ქვია ვალი არა მეორე როა იგი ყო კუდი ხა წავიდეთ დედას წავიდეთ ცოტა ხანი და წავიდეთ ახლა ნამედანი ის არა ვართ ჩვენ რა ქვია ხალხის მოძულები არ შეიძლება მაგრამ აი მართლა ზოგი ნამედანი არის და კიდე ნიორის იმას რაღაც აჭამ ნიორს და კიდე ნიორი ხო ჯანდაბას ისეთი ცაფრი ნიორიც არის რა თქმა უნდა მაგრამ პრასი აი მე ღანძილი სრასუნი აქვს აი მე ხალხო ვიცი საერთოდ ვიღაცამ მოგცა ღანძილი ჩვენ შემოგვიტანა ბებია ჩემი არ იყო მე მგონი სახლში უყვარს ბებია ჩემს ღანძილი ხო და უყვარს მე მგონი ხო უყვარს და შემოვედი სახლში სუნი დგას რაღაც საშინელი მძაფრი ავხადე ამ იმას რა ქვია თებში რო მეც ამ ღანძილი სუნი ხალხო რო ავიღე ეს თებში და გავიქნიე გარეთ თავისი იმია თებში არ გავიქნიე ის გავიქნიე რა ქვია ღანძილი გადავყარე ხალხო
და კიდე ბებია ჩემს უყვარს ნიორს კათამს რო შეწვავ და ნიორს მოვასხავს ზედ. ჩვენ სახლში არ კეთდება. არ ნივრიანი ბადრიჯანი არ კეთდება. ბადრიჯანის ისე ხო ვერ მიტანდა, ახლა კიდე ნიორი რო დაუმატო იმას. აი. ალბათ იმ სახლში ვერ გავჩერდები. ალბათ კი არ ვერ გავჩერდები. არ ვიცი კიდე რა ჩვეულა. ყველგან აი ყველასთან სტუმრად რომ მივდივარ, ყველასთან საჭმელს ვებჭამ. არ ვიცი რატომ აქ ეგეთი ჩვევა. იმის გამო კი არა რომ არ მსიამოვნებს იმასთან ჭამა. არ ვიცი. ყველას გაკეთებულ საჭმელს ვებჭამ. არა, ეგეთი ტიპი კი არ არის გიორგი რომ არ ასიამოვნებს. არა, არ მსიამოვნებს იმიტომ კი არა, არ ვიცი რატომ აქ ეგრე რომ არ ვიცი. ყველა საჭმელს ვერ ვებჭამ, რა გავაკეთო? ვერ ვჭამ ყველას გაკეთებულ საჭმელს. არა და ხო ვიცი ახლა ის ადამიანი რო სუფთა არის, არა? არა, არ შემიძლია. რატომ ხოც ვერ ვჭამ? თქვენს ეგრე ვინმე ხარ თუ მე ვარ ეგეთი მარტო. არ ვიცი, რატომ აქ ეგეთი ისა. ჩვევა მაქვს რა. მაგრამ ერთხელ ვიყავი ვიღაცასთან ვიყავი აღარ მახსოვს. იმასთან რო არ გეჭამა ის უკეთესი იქნებოდა. ზოგადად ეგეთი ადამიანი არ ვარ მე რომ ვიღაცას რაღაცაზე იმას აქვს რა ვქნა შენი უნდა მივიცე მაგრამ რა ვქნა ვერ ვაკეთებ ვერ იმას აშვები არა ეხლა ისე სხვათა შორის მაგალითად იმაზე ავიღოთ ტრანსპორტში რო ზიყა და ვიღაცის უფლისუნი რო გაწუხებს აბა როგორი ის არის მოსათმელი ან ნივრისუნი რო ამოსდის ვიღაცას პირი და კიდე და პრასის ფუ და ღანძი ხალხო ღანძილი გიყვართ სათოფეთ არ ვეკარები მე არა და ხალხო ხალხსაც ადრე პატარაობაში ბავშვობაში ხალხო ბავშვობაში შემეძლო რომ ხალხით ჩაულებრივად მეჭამა გავთრიდი ხოლმე ხალხს ავიღებდი და ვაშლივით უკბეჭავდი ნიორსაც ჭამდი ხალხო პრასიც მიჭამია ეხლა რა მეცა ან კოვიდის მერე ვერც ნიორს ვერ ავჭამ ხალხის ჭამა ხო საერთოდ არ შემიძლია ესე რომ დავიჭირო და უკრიხო ისევე ვახმახურო და კოვიდის მერე კიდე სუნების მაგრა იმას აშვები რა ქვია კილომეტრებზე მომდის სუნი არა ზოგადად ახლა გიორგიდან იმაზე კი არა ხარ რომ ვიღაცის საჭმელი არ ჭამო მაგრამ უბრალოდ ჩვევა გაქვს ეგეთი დედა ყველა საჭმელს ვერ ავჭამ ყველას გაკეთებულ საჭმელს ვერ ვჭამ ანუ ვცდილობ რომ ცოტა მაინც ვჭამ რომ არის მასაკნას რა ქვია არ ეწყინოს იმ ადამიანს ხო რა მაგრამ რესტორანში როგორ ჭამ მე და ყველა რესტორანში რო ვერ ავჭამ ეგ არის ზუსტად საქმე იმ რესტორნის საჭმელების ჭამის იმისაც რომ ეშინია რომ არ მომწამლოს მე რა ვიცი რამის შევიდე და მადონა კოიძის ვითამაშო რა ქვია როლი აბა საჭმელს როგორ აკეთებთ რა პირობებში აკეთებთ კონდენსატი უარსად და პირველ რიგში მე რო შევდივარ რესტორანში ან კაფეში მაგიდებს ვაკვირდები და სკამები და მაგიდები და იატაკი თუ არის კარგად მოწმენდილი და მოსუფთავებული და მტვერი თუ არ სადარადებს და აბალაბუდო თუ არ სადარადებს ისიც კარგი იქნება ხალხო მე მგონი მადონა კოიძესი გადამედო თუ რა ხდება ჰა იმდენი უყურე მგონი გადამედო მეც იმისი ხო კიდე აბლაბუდებს კილომეტრებზე ვხედავ. ხო
ობობებს. კილომეტრებზე შემიძლია ობობა ვიცნო. თან მე როგორ გადახტება? თან მე როგორ გადავხტები? არ გითხარით იმ დღეს ნაოპერაციები ვიყავი, ახალი გამოსული, 2 დღის გამოსული და ობობა ჩამოვიდა ასე, აი. არა, უბრალოდ, აი იმ წუთში მოვაცალე და საიდან მოვიდა. ასე ჩამოვიდა, არ ვიცი, იმ წუთში ახალი მოცლილი იყო და ესე როგორ ჩამოვიდა აქამდე. ავიხედე და ვაიმე თქო, რო ამდეგი, რო ვიკივლე და ამდეგი ხალხო. ამდეგი თქო იმას აღარ ვქვია უკვე. წამოვხდი. და ეს ნაოპერაციები ხო, სულ დამავიწყდა. მე რომ მოიჭიმა ეს ნაოპერაციები, ისა, რა ქვია? ძაფები. ვაიმე. მე მეგონა, დედაჩემიც იმას იცახო და ხო არ გაგიხსნა ძაფებიო. ბებიაჩემი რო სახლში ყოფილიყო, ალბათ კივილს ატეხავდა. არ იყო სახლში მაშინ. დღესაც შინია დედაჩემს, ვაიმე. მეც მე შინია სხვათა შორისიც. ეხლა სხვათა შორის. რო დამეჭიმება ხო, რო ამდგები, მეჭიმება ხოლმე კანი ხო? ახალი კანი არის გადაკრული და იცის ეგრე. ხო. ეკემა მითხრა რომ იცისო დაჭიმაო. ხორციც რო ამოდისო იცისო დაჭიმაო. იმიტომ რომ შენ შეკრული არა, შეკრული ისა გაქვი რა ქვია. რა ქვია მაგას? ამოკერილიო, შეკრულიო და იმიტომ იჭიმება. აი ეს ხო კანი გაქვს. კანი ხო აი ამაში. და ამის შიგნით ხო ხორცი. აჰა. ხო. ხორცი. ხორცი ხო არის ამის შიგნით და ის რო ამოდის იჭიმება. დაჭიმა იცის. ხო. ნუ და რო ამდები ხოლმე და აი ან რაღაცნაირად იმას აკვნა სახეს მივიღებ, ანუ ცოტა ვაის ვიტყვი ან რაღაცას. რა ქენი? ხო არ თქვია? ხო არ იმას აშველა? ხო არ გაგეხსნა? ხო არ თქვია? სისხლი ხო ესეც. ჰა? სისხლი ხო წამოვიდა. ხო. ან რაღაცა ხო. აი გეფიცები გიორგის აი კუტინა წრავისან თემა რო ქონდა ხალხო. მის მერე ხალხო. მის მერე. ვეუნები. სულ იმას ვეუნები, სისხლი. საჭირო ოთახში ზურჩავა. სისხლი ხო არ მოგდის? ხო არ იმას აშვება? ან ხო არ მოგდის სისხლი? ხო არ თქვია? კარგი. რა მოგივიდა, რა გაშინებს, ხო? იმის მერე დაფეთებულია. და რაც ეს ოპერაცია გავიგე, მის მერე კიდე დაფეთებულია. ხო არ თქვია? ხო არ იმას აშვება? ხო არ დაგეჭიმა? ხო არ თქვია? აჰა, ეხლა შენ მოანგრიე ისა. არა გაიხსნება და ერთ საათზე წავედი. აი მე რა გავკნა. ამინდო და არა უშავს ახლა. როდის ავტვით თავას? უცბად. წავედი ხალხო დაგემშვიდობებით მომავლიდამდე ახლა. ახლა წავიდეთ ორი აგიტვით. აგიტვით ხალხო. აბა ჰედაბა ხო? დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. კარგად იყავით, მაგრად იყავით. ვიდეოს დალაიქება და გავიწყდით. მადლობა. კომენტარებისთვის. ვიდეოს ყურებისთვის. მოგწერეთ კომენტარები, უყურეთ. რაღაცა ცოტა შეჩერდით ხალხო. ვიდეოების ყურებისთვის, რეკლამების ყურებისთვის და კეთილის სურვილებისთვის და ყველაფრისთვის. არ შეჩერდეთ ხალხო. თქვენი თავართ ჩვენ. ადე და შენ ხლახად მიჩვია ეგრე მაიმუნობას.